ჯერ სტუმრების უნდა იყოს წესი. Himni contar i Republicas Georgis. დათო ახსენა უკვე რომ არ არის გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და როინ კვასკვალზე დაიცავს დღეს საქართველოს ნაკრების კარს მეგეთქვი რომ მარტო ამით თემურეცბაიას პრობლემები არ შემოიფარგლება 5 ილია კანდელაკი 6 ზურახიძანიშვილი 7 ალექსანდრე კობახიძე 8 ნიკა ძალამიძე 9 დავით არგამაძე 10 ლევან კენია და 11 ლევან ჭედლიძე თარგამაძე თქვენს ეკრანზე აწვდის ახლოს ძელთან ჩაწოდება მცველები თამაშობენ კარგად გამოიტანეს ბუხროცო მერე იყო ჩამოსული ეგვიპტე და იქამდე ესტონეთი ეს ის გუნდებია რომლებიც არ ვიცი ხო საზომად ნაკლებად გამოდგებიან იმისათვის თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი რეალურად რადგან შემდეგ უკვე ოფიციალურ თამაშებში ხდება პრობლემა შემდეგი თამაში მე დარწმუნებული ვარ გვექნება იდეალურ მოედანზე რადგანაც სტად დე ფრანსზე ბალახის და ცენტრ ფორვარდი შეცვალა ცენტრ ფორვარდმა. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მაღალი ჩაწოდება ბრძოლა ბურთისათვის არა ვერ მოიგეს ქართველმა ფეხბურთელებმა, გამოიტანეს ბურთი ალბანელებმა და ოვნოს ის მოთამაშეები, რომლებიც მიცემენ მას შემადგენლობასთან დაკავშირებით მოუხსნიან უფრო სწორედ პრობლემებს, მაგრამ ეხლა იდეალურად რომ საქმე არ მიდის, ფაქტია, თუნდაც აი ამ თამაშიდან ჩანს დებიაზი ისევ ძიების პროცესშია, მაგრამ ეხლა გაუშვით გოლი. აი ფეხბურთელისგან რომელმაც შეცდომა დაცვის ცენტრში სადიკუ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი რომელიც თამაშობს შვეიცარიაში ლუგანოს წევრია 1-0 სადიკუს მიერ გატანილი გოლით ალბანეთის ნაკრები იგებს განმეორებით რატომღაც ვერ შეუშალა თითქოს ფეხი უწდება თუ გრიგალავა ხელი აი ახლა განმეორებით ხო
ფაქტია გრიგალავას უნდა ეთამაშა, მაგრამ ბურთს ვერ შეცვლა და მეკარე შორს იყო. აქ ვერ გამოვიდოდა ამ სიტუაციაში, სადაც იქ ცველების საკმარისად იყვნენ და ახლო მანძილიდან არ გაჭირვებია ალბანელ ფეხბურთელს გოლის გატანა. 1-0. 25 წუთზე ცოტა მეტი დახმარება ესაჭიროებოდათ ახლა ამ სიტუაციაში უკნიდან არავიდა არც მარჯვნიდან არც მარცხნიდან. ფეხბურთელი ვისაც ევალება ამის გაკეთება და ისევ ალბანელი ფეხბურთელები შეცდომა თარგამაძე დაუყრება ბურთს და ვნახოთ რა იქნება ახლა. კონტრშეტევა შეიძლება ძალიან კარგი გამოვიდეს. 3-3-ზე არიან. ენია ცოტა გაექცა ბურთი, მაგრამ ბურთს ფლობს საჯარიმოში. ჩაწოდება 1-1. ყოჩახ მათე ვაწაძე გატანილი გოლის ავტორი. შეხვედრის 51 წუთზე ძალიან კარგად თამაშა ყენიამ. პაუზა დაინახა ვაწაძის მოძრაობა და მოდით როგორც ამბობდნენ ისე თქვა დაასვა ბურთი თავზე. ყოჩახ როგორც ერთი, ასევე მეორე ფეხბურთელი და თარგამაძე რომელმაც წამოიწყო ეს შეტევა და ძალიან კარგია 51 წუთზე გაიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა გოლი. აი ახლა უყურეთ, აი ზუსტად ეს არის ახედა, დაინახა მოძრაობა ვაწაძის და ზუსტად გააკეთა ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ჩაწოდებული გადაცემა, ყოველ შემთხვევაში ეს ჩანს და ორ შორის შევიდა ვაწაძე ძალიან კარგად. ვაწაძე მითამაშა ძალიან კარგად. ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან კარგია. მაშინ როდესაც თამაშს აგებ და ახერხე პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებას. ახლა მთავარია ტაიმი ჩავამთავროთ. ისე რომ ერთი იყო, ეს იყო, კი, კონჩეტევა იყო, მაგრამ გააზრებული ნორმალური კონჩეტევა, რაც შვენიერია. მარცხენა ფლანგიდან ცდილობენ ალბანელები შეტევის განვითარებას. ცოტა ყურადღებით არის თამაში. საჭირო კვასხვაძე იგერიებს ბურთს. ანკავა მასთან ერთად ყობახიძეა და დანარჩენი არაფერი არ შეცვლა ახლა. და წინ 4-ეული არის ოქრიაშვილი, თარგამაძე, ყენია და ვაწაძე. კი, აი ესე არის ალბათ. ნახეთ ახლა. ერთიცვლება პირველ ტაიმშიც მოხდა, მაგრამ ისიც თქვა, ახლა მივადევნოთ თვალყურჯო ალბანელს აი ამ შეტევას, რომელიც თავდება არაზუსტი დარტყმით. სწორედ პირველი ამოაწოდა აუტიდან ბურთი, გლორიკ ჩანა მითამაშა თავით. აი ახლა ნახოთ ვაწაძე რას იზავს, უნდა დაარტყმა. კარგი იყო. კარგი იყო, კი, ამ ეპიზოდში ხა ფორვარდო ბუნებრივია. უნდა გარისკოს და გარისკა კიდევაც ვაწაძემ დაარტყა 52 წუთი მიმდინარეობს. დღევანდელში ხო არ მოხდა იქ ძელს. არა არ მოხდრია. შორეულ სწორედ ამათული ფეხბურთელის სხვადასხვა პოზიციაზე გამოცდის შესაძლებლობა, ის თუ როგორი სქემით თამაშობს გუნდი უკეთ და რა შეიძლება და უშუალოდ ახალი მოიფიქროს ამათული გუნდის მწვრთნელმა. ისევ ალბანელები დარტყმა კარში სხვადასხვაზე უწევდება, მე მომეჩვენა რომ იქ ჯარიმა იყო სანამ საერთოდ ეს და ამის დამადასტურებელი. და როგორც ერთი ისევ მეორე მხრიდან, რა თქმა უნდა, ხა მოედანზე ყველაფერს გადაბრალება არ შეიძლება, მაგრამ გარკვეულწილად არის ამის ბრალი, რაღაც ეპიზოდებში ჩანდა. ჩაწოდება და გადარჩა ალბანეთის ნაკრები. კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი. ალბათ უკეთესად შეეძლო თარგამაძეს ამ ეპიზოდში დარტყმა, რადგანაც მას არავინ არ უშევდა. აი განმეორებით ხედავთ. გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, უბრალოდ ვერ მოარტყა ბურთი კარში. ცუდია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ეპიზოდის კვირკოლიას ჩართვა მარცხენა ფრთიდან და ჩაწოდება ცუდი ნამდვილად არ იყო. საკუთრებული ილუზიებს შეიძლება არ ვიხმით, მაგრამ მე ყოველთვის ვჯერა რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ყველაფერი შეიძლება და აი ამ ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლონ და ხმამაღალი სენსაცია მოახდინა. რატომაც არა პრინციპში. აქ სახიფათო შორეული დარტყმა და ბურთი ასტაკას. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება და უნდა დავიჯეროთ რომ ქართველ ფეხბურთელებს შესწევთ ეს ზავა. და ეს რწმენა მათ უნდა მოემატოთ რომ მათ შეუძლიათ კარგად თამაში, ამისაც კარგად მომზადებლები წინ ისევ მარცხენა ფრთაზე. ცოტა ყურადღებით არის საჭირო სადღაც წინახასთან თამაში. ჩანდა რომ ეს ბურთი დიდი მანძილით ხდებოდა, შევატყობთ. იქამდე ჯარიმაა. და მე ძალიან არასასიამოვნო და გადავრჩით. მოასწრო კვასხვაძე შვენიერი რეაქცია გამოამჟღავნა ახალგაზრდა მეკარემ. მართლა ძალიან კარგი იყო, აი ხედავთ სად მიწვდა და გადავრჩით რომ თავისი ხელით არ შეაგდო ბურთი კარში. რიკოშეტი იყო. აი ეს რიკოშეტი იყო, მეკარეს დაწყებული ჰქონდა მოძრაობა და მოასწრო მაინც და ეს მეკარეს იმეც გვაძლევს რომ ამ თაობას შეიძლება წარმატების მიღწევა და უკეთ ასპარეზობა ვინმე ყველა სხვა წინა
ფორმაციის ნაკრებს და აი ეს კარგია, ჩაწოდება უნდა იყოს ეხლა ვნახოთ. ჩაწოდება და 2-1 საოცარი გოლი გავიდა. საოცარი გოლი გავიდა, მაგრამ გავიდა და არის ლობჟანიძე. გატანილი გოლის ავტორი როგორ მოხდა მარჯვენა მცველი აქ? ჯერ ეს არის საინტერესო, მაგრამ ფაქტია 93 წუთზე ქართველი ფეხბურთელები დაწინაურდნენ 93 წუთი. ხედავთ რა თქმა ოქრიაშვილია, რომელიც გავიდა და ნახეთ რომელი ფეხით ჩააწოდა. მარცხენა ფეხით. ლობჟანიძემას როგორ მოახერხა რაღაც ისეთ უცნაური დარტყმა განახორციელა. ბურთს შეუცვალა სწორი მიმართულება. კი. დაარტყა. კარის მიმართულებით ბურთი დაარტყა. ეხა აქ შემთხვევით იყო თუ რა იყო, ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელმა გააკეთა ის რაც ამ მომენტში სხვა რო გაეჩერებინა ბურთი დაკარგავდა. ოქრიაშვილის გარღვევა და პასი ახლა. მარჯვენა ფეხით პასი ხაზი გაატარა, მაგრამ კუთხურია. თითქოს ეს შტაბეჭდება რჩებოდა რომ გაატარა. ბურთი კი, მეც ასე შტაბეჭდება და ჩარლო ყვასკაძემ ბურთი გაატარა, მაგრამ კუთხურია. საჯი არასოდეს. მაღალი ჩაწოდება თაური. ორთაბრძოლა დაიწყო ყოჩახ ყვასხვაძე გადაარჩინა. კი, კიდევ ერთხელ გადაარჩინა. მაგრამ ჯერჯერობით საჯი არ აპირებს შეხვედრის დამთავრებას, ისევ ალბანელი ფეხბურთელი კადრია. ეს არის თამაშგარის კადრი, რომელიც არაფერ შეიძლება სხვა მხრივ მოგვიაზროს. დასრულდა შეხვედრა და მე გილოცავთ ყველას სამ გამარჯვებას. ეს არის ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგი რომ ამხანაგურ შეხვედრაში აი ამ გოლის შემდეგ, რომელიც ბოგდანმა 25 წუთზე გაიტანა, ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს შემოატრიალეს თამაში, ისევ ბოგდანის გოლი ჯერჯერობით, ვაწაძემ 51 წუთზე გაქვითა ანგარიში 1-1 გახადა. და ამის შემდეგ უკვე 93 წუთზე უჩალ ლობჟანიძემ გაიტანა გოლი. ეს არის ვაწაძის გოლი, აუცილებლად ვნახოთ, აუცილებლად. ენიას გამოზომილი გადაცემა და ვაწაძეს ძალიან კარგი გოლია. კომბინაცია იყო და სწორედ ამიტომ სასიამოვნოა ამ გოლის არაერთხელ ხილვა ალბათ. კარგი კომბინაცია იყო და კიდევ უფრო ძალიან საინტერესო იყო ლობჟანიძეს გოლი. ლობჟანიძის გოლი ხედავთ იმ მომენტში ძალიან გაწვიმდა. კარგი გადაცემა ოქრიაშვილის და საბოლოოდ ხედავთ რა ხდება. ლობჟანიძემ ცოტა უცნაურად, მაგრამ რაც თავია ზუსტად დაარტყა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენიერი თამაში გამოვიდა, ჩვენთვის საქართველოს ნაკრებმა მოიგო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და ეს სასიამოვნო განწყობით გემშვიდობებით. იმედია სულ აი ესეთი განწყობით დაგემშვიდობებით ყველასთვის. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.